ნელა ძმაკი და 700 ლარი არ ავირწყად გეხოცები. ხო, 700 ლარიანი ჯარიმა ავირწყით. გზის ნაპირზე უკუღმა მდგომმა პატრონმა დაგვაფიქსირა, რომ მაღალი სიჩქარით მივდიოდით. შემდეგ ეს ინფორმაცია წინ თავის თანამშრომლებს გადასცა, რომლებიც გზა გადაკეტეს სპეციალურად ჩვენთვის. მთლიანი მოძრაობა გააჩერეს და როცა ჩვენ ჩავიერეთ, გადაგვიყვანეს გვერდზე და დაგვაჯარიმა 700 ლარით. დიახ, 700 ლარით. თითო 700 ლარით. ძლივს რაღაცამ გამოანათა ამ დეპრესიულ თურქეთში. მაგათ გაეზარდათ ინფლაცია, ჟანდაბა და დოზანა. ეს ბიჭი იყო ერთადერთი გამონათება თურქეთში, რომელმაც თავის ჩაიზე დაგპატიჟა, ვისაუბრეთ და ერთი გამომწერით შეგვემატა და ოდნავ დადებითად დატვირთულები წინ გავეშურეთ, მაგრამ დაგვიწევდა გიჟივით. რამდენი კილომეტრი დარჩა 50? 150. ვაუ! ცოტა დავიტანჯეთ, მე თუ გითხავ რა, ეს დღე დიდად ღიღბლიანი არ გამოდგა. დაგვაჯარიმეს გებრიელად, ამიდით გაგვიფუჭდა საკმარისად. რატოს ტუალეტში უნდა და ტუალეტი არ არის? ას, დავიტანჯეთ. საით ვიდივართ? Samsung Pirdap. კი, let's fucking go! თურქეთს ვერაფერი გავიგეთ რა თქვა, მაგრამ თან გავიგეთ ყველაფერი რას თქვა. ჯიგარი კაცია.